ვარ საშინელ მდგომარეობაში, მარტოხელა დედა ვარ, 2 ბავშვი და ძველ სახლში ვარ, არ ჩამოინგრეს მეშინია, ეგებ ვინმე დამეხმაროთ. წერს მოქალაქე ნანა ღლონტი. მოხუცებით და პატარა ბავშვებით ვარ ჩარჩენილი და გზა არ გვაქვს ხალხნო. არაფერს ვითხოვთ მეც. ჩვენებს ჩვენზე მეტად უჭირთ, მაგრამ უკვე პროდუქტებიც გვიმთავრდება და მხოლოდ გზის გაწმენდა გვინდა. წერს სალომე თოთლაძე. წარმოიდგინეთ რომ გარეთ ვერ გადის, წყალი არ აქვს, საკვები არ აქვს და მათ ადგილას რომ თავს აყენებ და ფიქსს იწყებ, მერე კიდევ უფრო ხვდები აი ამ სისტემური გახსნილების და გარყვნილების, ჩამონგრევის და ცვლილების აუცილებლობა. ეს კიდევ არ იყო ის შემთხვევა, როდესაც შეიძლება მთავრობამ თავი იმართლოს და თქვას, რომ ხო აი რაღაცა სტიქია მოვარდა, ეს არ არის მართლა რაღაც მეწყერი, რომელიც მოვარდა და ვერ იწინასწარმეტყველებდი. ეს არის თითოეულობა, რომელიც გამოცხადებული იყო და უფრო მეტად რო ჩაუღრმავდები, ანუ მიხვდები, რამდენად სისტემურია ეს უპატრონობა. კი ბატონო, როცა გადავაგდებთ ამ მთავრობას, ოდნავ უკეთესი ადამიანებით უმოვლენი მთავრობაში, ამაზე უკეთესად მიხედავენ იმას, რაც ახლა აი ამ თითოეულობაზე ქოცებმა ქნეს, ხო? მაგრამ ეს არ აღმოფხრის პრობლემას, ანუ ჩვენ არ გვიშველის ამაზე ოდნავ უკეთესი. ჩვენ გვიშველის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ აი ესეთი საშიშროება თავიდან აცილება ხდებოდეს იქ ადგილზე მყოფი პირის მიერ, რომელიც ანგარიშვალდებული არის იქ იმ ხალხთან და თუ არ იზრუნებს პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ეს რა შემთხვევაში მოხდება? თუ ძალა მიეცემა ხალხს, თუ რეალურად ისინი აირჩევენ თავიანთ მთავრობას, თავიანთ გამგებელს. ანუ პარტია კი არ დანიშნავს, იქნება ეს სოფლის გამგებელი, თუ იქნება ეს რაღაცა საკრებულოს წევრი, მან ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ხალხისგან მოეთხოვება. თუ არ უპასუხებს სერვისებს, თუ არ იწინასწარმეტყველებს დროზე ადრე იმ განსაცდელს, რაც შეიძლება ამინდმა მოიტანოს.